პირველ რიგში საუბარი დავიწყოთ საქართველოს მესამე პრეზიდენტის განცხადებით ოპოზიციის დევნის საქმეზე მიხეილ სააკაშვილმა საკმაოდ ვრცელი სიტყვით ისარგებლა დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში მიმართავდა ის სასამართლოს საუბრობდა აბსურდულ ბრალდებაზე რის გამოც ქართულ ოცნებას უნდა რომ დამატებით 3 წელი დაუმატოს მიხეილ სააკაშვილს სასჯელად და საერთო ჯამში როგორც თავად აღნიშნა ოლიგარქის რეჟიმის გადაწყვეტილება არის რომ 16 წლით იყოს ინტენსიურ დაწესებულებაში გამოკეტილი საქართველოს მესამე პრეზიდენტი. მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ მნიშვნელოვანი არის ოპოზიცია მომავალზე შეთანხმდეს და არ აქვს მნიშვნელობა, რომ თუ წარსულთან დაკავშირებით მათ ასთა სხვადასხვაობა აქვს სხვადასხვა თემებთან დაკავშირებით. სააკაშვილმა დღესაც ერთობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ აუცილებელია დიდი ერთობა შედგეს არა მხოლოდ სასამართლოში, როგორც დღეს იყო ოპოზიციური პარტიების ლიდერები ერთად ისხნენ გასასჯელის გამზე, ასეთი ერთობა შედგეს ქუჩაში, აუდიტორიებში და ხალხთან ერთად იბრძოლოს ოპოზიციამ ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ. დიდი პარტია ძალიან ისო ადამიანებთან ერთად ამ გაუგებრობაში მოხვედრა ყველაფრის გასაგებია საერთოდ ისთვის ციხეში და ისთვის ვარ იმისათვის რომ თავის დროზე პილისია ჩავაბარე, ვარ იმისათვის რომ ჩვენ მეგობრებთან ერთად, ჩვენ თანამებრძოლებთან, ჩვენ ხალხთან ერთად სახელმწიფო შევქმნით, ვარ იმისათვის რომ უკრაინის მოქალაქეობა და უკრაინისთვის ასევე ძალიან ბევრი გავაკეთოთ. ახალი სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლები. ჩვენ შეიძლება ვერთმოდგეთ ჩვენს წარსულ მოვლენების ერთიან შეფასებაში. შეუძლებელია არ დავხვდებით იმაზე, თუ რა უნდა იყოს მომავალი. იმიტომ რომ ჩვენი განსხვავებები იმდენად პატარა იმ დიდ გამოძიებას შედარებით პრობლემებს შეეკვეთა რეალობას და პრობლემებს ჩვენი მასკერა ძალიან მაგარი არაფერს არ შეუღვებით არაფერს არ მივიღებთ სისტემის პირას ვიყავი სამოქოში პრაქტიკულად ჩამოშორდა პროცესზე მაშინ ჩემი პარტია საერთოდ გაიგებინა და ძალიან ბევრი ცუდი რაღაცა მოხდა არ შეიძლება ერთი ცუდიდან სიგარეტი ჩამოშორდეთ ეგრევე შემოდის იმ პროცესში შედიდება და ეგრევე სარგებლობს ამბობთ ჩვენ არ შეუღვებით და ჩვენ აუცილებლად გავიმართ. ძალიან დიდი პოტენციალი გვაქვს. მე ვიგაჩნია რომ ყველას გაერთიანება არის სამოჯახში გადაუვალი და ჩვენ მეგობრები ძალიან კარგიზმურ ფორმაში, მენტალურ ფორმაში ჩვენ ყველა ნახეთ შოუ რომელიც აღიმართება მართალია გამოვლის სიამოვნებაც მივიღეთ. მე ვიმართებ დამატებით საერთოს კიდევ 3 წელი ესე იგი 16 წელი მეკრება სასჯელი უმაზრებელი პედოფილებს და კვლევებს სერიულ კვლევებს მუშია ვერასდროს უარყოფდა ჩემშულები ვერასდროს ვერ გავიარეს უთრაებს ამ ჩემი უპრობლემის ამ საბჭოში მოსებული უბედურების მიზეზი არის შეცვალში საბავშვობაში საფუძველზე 4 წლის ასაკში ფეხის მიყედა ზუგენი და იმის შემდეგ ვერ ვიდა ამ ზღვის უმასწორებლებს სიზმარი დამესწრა თემას აქ მანოსელების გადაღებაზე არ არის საუბარი კიდევ უნდა ვეთინებო გარკვეულ სასამართლო დარბაზში ამ შუშის უკან არამედ ჩვენს მოედნებზე, ჩვენს ქუჩებზე, ჩვენ ქვეყანა და შევერ პირადი ამბიციები. ნახეთ ელეცა უნდა აღიშევოს დიქტატურა. მაინც გავავთ სამშვიდობოზე, მაინც გავაგებით საქართველოს თავისუფლების და სწრაფი განვითარების გზას. ამ წუთებში ოპოზიციის დევნის საქმედ წოდებულ სისხლის სამართლის საქმეზე მსჯელობენ მხარეები უნდა გადაეცეს თუ არა საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს ისმენს მოსამართლე შუამდგომლობებს რომელსაც აყენებს სწორედ დაცვის მხარე ამ წუთებში სხვადასხვა დარბაზში საუბრობს მამუკა ხაზარაძის ადვოკატი რომელიც უყვება სასამართლოს რომ ხაზარაძის წინააღმდეგ საქმეში დევს ჩვენება პოლიციელის რომელიც უყვება გამოძიებას რომ ხაზარაძე საპროტესტო აქციაზე იდგა, მიმართავდა საზოგადოებას, ძალადობრივი მოწოდება მას არ ჰქონია, თუმცა მიუხედავად ამისა, ეს ჩვენება ხაზარაძის წინააღმდეგ ჩადეს საქმეში. ასევე ცნობილი გახდა ისიც, რომ არახამიასა და ზელენსკის საიტების დათვალიერების ოქმები დევს სწორედ საქმის მასალებში, თუმცა ადვოკატს არ აქვს ინფორმაცია, რას ეძებდნენ არახამიასა და ზელენსკის საიტზე შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის წარმომადგენლები. თვალსაჩინოებისთვის დღეს
მამუკა ხაზარაძის ადვოკატმა სასამართლოს უჩვენა ორი პოლიტიკოსის წინააღმდეგ წარდგენილი ორი ბრალდება და დასვა კითხვა როგორ შეიძლება ორ სხვადასხვა პროკურორს სხვადასხვა კაბინეტში მჯდომს იდენტური შინაარსის ბრალდებები შეედგინა. საუბარი იყო ნიკა გვარამიასა და ბადრი ჯაფარიძის ბრალის დადგენილებებზე. მიგინზე საჯარო გამოფრებია არაფერი განსაკუთრებული არ არის და არსად ძალადობრივი ფედერაციის მოწოდება ამშულებდა ინტერვიუში არ არის მაგალითად სულწოდოს ზელენსკის საიტის აქტიურობის ბოლოში არახამიას საიტის აქტიურობის რაღაც პრობლემები აქტიურობენ ჩვენ მაგალითად არც სამართლებრივად ლოგიკურადაც ვერ დავაკავშირებ გავდასთან ამიტომ არც სამართლებრივად ამ ისებულებრივად პრობლემას რელევანტობის და შემსრულების და როგორ მოხდა აღნიშნული ისებულებრივად რატომ მოხდა რასეზე და საბოტაჟი გავდასთან მასშტაბში უცხოეთის სამართლის სტრუქტურის საიტებზე უნდა განაცადოს ისეთი რომელსაც ნახავთ დაადაშლების საფუძველთან ამის მაგალითად მე არ ზომისად ამისებულებებზე მე გადავწყვეტილობასა საერთოდ არყოლის საქმეში და ისი დამტკიცება სხვადასხვა პროკურორი სხვადასხვა დროს რამოდენიმე სამართლის მოხდენის პრობლემის უგაბარებიას და მანჯაფარებს და წინიდან სიმეცკერტნა მოსამართლეებში ყველაფერი რა ალბათობას ამსი ორი სხვადასხვა პროკურორი ორი სხვადასხვა ამის ორი სხვადასხვა ის დევნის საქმეზე დღეს წინა სასამართლოს ხდომა იმართება და მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა უნდა გადაწყვიტოს გადაეცემა თუ არა ეს საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს სულ რამდენიმე წუთის წინ როგორც გითხარით ხაზარაძის უფლებადამცველმა დააფიქსირა საკუთარი პოზიცია 11 ადვოკატი არის ამ საქმეში ჩართული ყველამ საკუთარი პოზიცია უნდა დააფიქსიროს და ამის შემდეგ გახდება ცნობილი როგორი იქნება მოსამართლის გადაწყვეტილება.